Talk-shows წამყვანი ფისო ბოტკოველს ძუძუები აქვს. გენდერული ბალანსის დარღვევაში რომ არ დაგვადანაშაულოთ, გეტყვით რომ მის მუდმივ სტუმრებსაც, ბატონებს ჯვებეს და კოკასაც აქვთ ისინი. ძუძუები. სამი წამირეთი არამდე, 2, 1, ეთერში ხარ. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა სექსი და სექსუალური რევოლუცია. მე რა მაგარია შემოგელეთ თემის არჩევაში ქალბატონო ფისო. მე ვთვლი რომ საქართველოში აუცილებელია სექსუალური რევოლუცია. როგორ უნდა მოხდეს ეს? როგორ და პირველ რიგში სკოლებში უნდა დაიწყოს სექსუალური განათლების მიღება. კარგით რა, კარგით ბატონო გოგა რა, ებს მოდიალობთ კაცო რა. ბებიაჩემს და ბაბუაჩემს არც ერთს არ ქონია სექსუალური განათლება მიღებული და რა. ვერ ეყოლათ ეხლა ერთი შვილი. ვერ გიშველით ეგეთი მაგალითები ბატონო ჯვებე. მე ვამბობ რომ საქართველოში აუცილებელია სექსუალური რევოლუცია. კარგით რა, კარგით ბატონო გოგა. ეხლა მე მინდა შეგახსენოთ ჩვენ ეხლა სტუდიაში მსხედვარ და ხალხი გვიყურებს და ისიც მინდა დავზინო რომ ოქტომბრის რევოლუციის დროს ბოლშევიკები ზამთრის სასახლეში შევარდნენ ხიშტებით. ვარდების რევოლუციის დროს შევარდნენ ვარდებით და სექსუალური რევოლუციის დროს რითი შევლენ, რითი? ყლითი! ძალიან გთხოვთ ბატონო ჯვებე. იცით რა არის? ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს გეტყვით რა. სხვათა შორის დამტკიცებული და არსებობს სტატისტიკები, რომ ადამიანები, რომლებსაც დიდი ხანი სექსი არ აქვთ, ხდებიან საშინლად აგრესიულები. აგერ არის ციფრები, რომლებიც თავისას ამბობენ. საწერია ერთი მაჩვენე რა. აი რამდენი საწერია, სადარ ვინ არის აგრესიული? აბა საწერია, ზმანახე ერთი რა. ეს არის სრული სიცრუე. რას მელაპარაკებს შენ? ვინ ეს ბარატინა ქაღალდია რა არის? ვინ არის აგრესიული? სად არის საწერია? აბა აგრესია რა. შენ ხარ ინტრიგანი ვიღაცა მოტრეული აქ რა. ვინ არის თქვენი ინტრიგანი? პროვოკატორი ხარ აქ. მე ვარ პროვოკატორი მე აქ მე. ადი გაიგე